გრიმის ხაფრები ალბათ იცი და აქედან წავკითხე ერთი პატარა მოთხრობა, სხვათა შორის ძალიან მიყვარს ლაკონური მოთხრობები და აი ამ მოთხრობაში არის სიმბოლიკა, ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლიკა და რაში მდგომარეობს სიმბოლიკა. იყო ერთი გოგონა, რომელსაც ყავდა ერთი მეზობელი ქალი, რომელსაც ეძახდნენ ჯადოქარს. და ამ გოგონამ უთხრა მშობლებს, რომ ძალიან მინდა აი ამ ქალის სახლი მოვინახულო და ეს ქალის ახლოდან გავიცნო, ძალიან მაინტერესებსო. და მშობლებმა უთხრა შემდეგი რამე, რომ თუ შენ მიხვალ ამ ქალთან, შენ ჩვენი შვილი აღარ იქნებიო. იმიტომ რომ ეს ქალი ძალიან საშიში არისო. ამ გოგონამ, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა მშობლებს და მივიდა ამ ქალთან. ამ ქალთან მივიდა ეს გოგონა მაინც და ეს ქალი ეკითხება, რომ რატო ხარო სახეზეო ასეთი გაფიქრებულიო? ძალიან მცნავი რაღაცები დავინახე თქვენ სახლშიო, დავინახეო ადამიანიო, შავი ადამიანიო სახეზეო და ეს ქალი ეუბნება, ეს მუშა არისო. დავინახე სისხლიანი ადამიანიო, ეს ადამიანი ხორცკებსო. ასევე ძალიან კარგი ადამიანი დავინახე თქვენ სახლშიო და ამქამ მოუთხა, რომ ეს ადამიანი, ვინც დაინახე ჩემ სახლში, ეს არის მებაღეო. ეს ქალი ეუბნება ამ გოგონას, რომ იმდენი ხანი გელოდებოდიო, იმიტომ რომ შენი სინათლე მენახაო. ამ ქალმა ეს გოგონა გადააქცია ხის ნაჭრად და შეაგდო ბუხარში და დაიწყო ხელების გათბობა. ხელებს გაითბობს და იძახის, რომ რა კარგად ანათებს ეს სინათლეო. და რაში მდგომარეობს საერთოდ აი ამ ყოველფრის დედა აზრი? მე როგორ მესმის, სიმბოლიკა არის აქ, მართლა ის კი არის, რომ ქალმა მოკლა, ასე ვთქვათ, მეზობელი გოგონა. არა. ყოველ ადამიანში არის სხვადასხვა მხარე, როგორც ნათელი მხარე, ისევე ისეთი მხარე, რომელსაც შესაძლებელი ადამიანმა არ დაარქვა ნათელი მხარე. და მაშინ, როდესაც მშობელი მზრუნველობის ბრჭყალებში სახით შვილს ეუბნება, რაც არ უნდა გააკეთოს, თუ შენ ამას გააკეთებ, შენ ჩემი შვილი აღარ იქნები, ეს არის შანტაჟი, ძალიან დიდი შანტაჟი და იმის ცდილობა, რომ შვილმა არ გამოიკულიოს საკუთარი თავი. ამ მოთხრობაში ხდება შემდეგი რამ, რომ გოგონამ უბრალოდ შეძლო ის, რომ ის საკუთარი ნაწილები გამოიკვლია, რისი გამოკვლევაც მშობლებს თავად არ შეეძლოთ. საკუთარ შინაგან სამყაროზე მაქვს საუბარი. გოგონამ დაინახა საკუთარი პერსონის სხვადასხვა მხარეები. და ხდება შემდეგი რამე, რომ ის შიში, რასაც მშობელი უდებს საკუთარ ქალიშვილს თავში, აი ამ შიშის განადგურება ხდება. და ყოველმა ადამიანმა შეძლო საკუთარი შიშებისაგან შექმნას ხის ნაჭრები, რომლებითაც ხელებს გაითბობს.